მოგესალმებით, ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს ავთოგვასალია გაგაცნობთ. დღეს დიდი შაბათია მორწმუნეებისთვის დღე, როდესაც მაცხოვარი ჯვარცმის შემდეგ საფლავზე დაასვენეს. ყოველი წლის აღდგომის წინადღეს დიდ შაბათს მაცხოვრის საფლავზე ქრისტიანები ცეცხლის გარდამოსვლას ელოდებიან. მორწმუნეები იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის ტაძარში დილიდან იკრიბებიან. ისრაელში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით ქართველებს შესაძლებლობა აქვთ აღდგომის ტაძარში დაესწრონ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულს. მათ შორის არის კურიერის გადამღები ჯგუფი. ნინი ნაცვლიშვილს ვრთავთ იერუსალიმიდან პირდაპირ ეთერში. ნინი, რა ხდება ამ წუთებში მაცხოვრის აღდგომის ტაძართან? სულ რამდენიმე წუთის წინ გაიხსნა მაცხოვრის აღდგომის ტაძარი, შესრულდა რიტუალი, რის შემდეგაც მორწმუნეები დაიშვნენ უკვე ტაძარში. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ტაძრის ეზოში, სადაც მობილიზებულია პოლიცია, უკვე მიღებულია უსაფრთხოების ზომები, აქ მკაცრად კონტროლდება, გადაადგილდება ძველი იერუსალიმში შემოსასვლელი. ყველა კარიბჭე უკვე ჩაკეტილია და მორწმუნეებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ ტაძარში შესვლა, თუ კი აქვთ სპეციალური საშვები. ჩვენ ვართ მათ შორის და ჩვენი ტაძარში შესვლა უზრუნველყო საქართველოს საელჩომ ისრაელში. წმინდა ცეცხლის გარდამოსვლისთვის მზადება აქ დღის 12 საათისთვის იწყება. სულ რამდენიმე წუთში ველოდებით მართლმადიდებელ არაბებს, რომლებიც ტრადიციისამებრ დავთაბებზე დაკვლითა და ყიჟინით მოილოცავენ ტაძარს. მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდება თეოფილოს მესამე იერუსალიმის პატრიარქი, კუპლის წინ განიმოსება და კვართის ამარა შევა მაცხოვრის საფლავზე. ტრადიციულად ყოველ წელს ის უკან ბრუნდება ზეციური ცეცხლით, რომელსაც პილიგრიმებს და ქართველ მომლოცველებს, მათ შორის რომლებიც ახლა წმინდა მიწაზე იმყოფებიან, გაუზიარებს. ყველა მომლოცველი საკუთარ სამშობლოში ჩაიტანს და გაავრცელებს ამის შემდეგ წმინდა ცეცხლს. საპოლიციო ძალები ამ მომენტში ემზადებიან წმინდა ცეცხლის გარდამოსვლისთვის. ჩვენ ვიცავთ აქ მყოფი ადამიანების უსაფრთხოებას, რათა ჩვენმა ქრისტიანმა ვიზიტორებმა ისიამოვნონ ამ უმნიშვნელოვანესი მომენტით. პოლიციის ოფიცრებს შეხვდებით ყველგან. ისრაელი ახლა რომ ომშია, ეს სიახლე არ არის. ამიტომაც ჩვენი მიზანია, რომ ყველამ თავი დაცულად იგრძნოს. ეს არის წმინდა მიწა, აქ სხვადასხვა ლოკაციებზე არაერთი რელიგიის წარმომადგენელს ნახავთ. შესაბამისად, არავინ არ უნდა იგრძნოს დისკომფორტი. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. ამ ყველაფერში კი რა თქმა უნდა სამღვდელოებაც აქტიურად გვეხმარება. მე მეორეჯერ მომეცა ეს ამხელა ბედნიერება, რომ ვიყო წმინდა მიწაზე. ნებისმიერ ყველაზე ასე ვთქვათ, მნიშვნელოვან დღეს მივემართებით ტაძრისკენ და იმედი გვაქვს, რომ დღესაც გადმოვა ცეცხლი. უფალი კიდევ ერთ წელს გვაჩუქებს და მთელი სულით და გულით მინდა ყველა ქრისტიანს, ყველა მართლმადიდებელს ვუსურვო, რომ ერთხელ მაინც ცხოვრებაში, აი ამ დღესასწაულზე, ეს გზა გაიარონ და ტაძარში მოხვდნენ. წმინდა ცეცხლის გადმოსვლას განსაკუთრებული მნიშვნელობა, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ყველა მართლმადიდებლის ცხოვრებაში. ძალიან ბევრი ქართველის ჩამოსვლა იყო მნიშვნელოვანი აღდგომის დღეებში, წმინდა მიწაზე ხვდებიან ისინი აღდგომის დღესასწაულს. რა თქმა უნდა, გარკვეულ პრობლემებთან არის დაკავშირებული ამ რაოდენობის პილიგრიმების ჩამოსვლა, მაგრამ საელჩო ახერხებს იმას, რომ არ იყოს დიდი წინააღმდეგობა. ჩვენ ვრჩებით ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მედიისთვის განკუთვნილ ადგილას და სულ რამდენიმე წუთში შევუერთდებით იმ მორწმუნეებს, რომლებიც უკვე ტაძარში იმყოფებიან. ჩვენ დაველოდებით წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას და პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ ამ სპეციალურ კადრებს. მადლობა, ეს ნინი ნაცვლიშვილი იყო, რომელიც იერუსალიმიდან გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. წმინდა ცეცხლს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში Georgian Airways-ის სპეციალური რეისით ჩამოაბრძანებს. ბორტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 23 საათსა და 40 წუთზე დაეშვება. მორწმუნეები ტრადიციულად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდებიან ზეციურ ცეცხლს, საიდანაც შემდეგ უკვე მთელ საქართველოში განაწილდება. მათ შორის მიაბრძანებენ სამების საკათედრო ტაძარში, სადაც სააღდგომო წირვა ჩატარდება.
დიდ შაბათს მართლმადიდებლურ ეკლესიებში განსაკუთრებული მსახურება ტარდება. ვნების შაბათი ერთდროულად სამგლოვიარო და სადღესასწაულო ხასიათისაა. ტაძრებში სრულდება გარდამოხსნის შემოტარების წესი. საღამოს კი სააღდგომო ლიტურგია აღევლინება. სამების საკათედრო ტაძარში ტრადიციულად წაიკითხავენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ეპისტოლეს. ნანა გოგატაძეს შევთავთ ახლა პირდაპირ ეთერში სამების საკათედრო ტაძრიდან. ავთო სამების საკათედრო ტაძარში სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა დიდი შაბათის მსახურება. ეს არის დღე, როდესაც მართლმადიდებელი ქრისტიანები აღნიშნავენ იესო ქრისტეს საფლავზე დადებას და დღეს განსაკუთრებული დღეა ქრისტიანებისთვის. ამიტომ დილის 6 საათიდან სამების საკათედრო ტაძარში დაიწყო მრევლმა შეკრება, ჩატარდა ლიტანიობა, გარდამოხსნის შემოტარების წესი, ასევე ცოტა ხნის წინ დასრულდა ზიარება და ახლა შეიძლება ითქვას, რომ უკვე დაწყებულია სამზადისი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის აღნიშვნისა, რომელიც სულ რამდენიმე საათში დადგება. ეს განსაკუთრებული დღეა ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის, ვინაიდან აღნიშნავენ სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების დღეს. სააღდგომო სადღესასწაულო ლიტურგია დღის მეორე ნახევარში დაიწყება. საღამოს 11 საათზე დაიწყებს მრევლი შეკრებას და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქსაც ელოდებიან სამების საკათედრო ტაძარში და ერთად იზეიმებენ მართლმადიდებელი ქრისტიანები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ბუნებრივია მოვისმენთ პატრიარქის ყოველწლიურ ეპისტოლესაც. აღდგომა სიხარულის დღეა და ესეთ ყველას უნდა უხაროდეს მაგ დღეს. მე პირადად ესეთი განცდა მაქვს რა, რაღაცა ძველი ცოდვების გახსენება, ვისთვის რა მიწეინებია ის ადამიანებიც შეიძლება მახსენდებოდეს ახლა ამ წუთას ამ განცდებში ვიყავი. და ალბათ გულით მინდა ვთხოვო ყველას შენდობა. ვისთვის კი რა მიწეინებია. უფალი მომზადება იმისათვის, რომ ადამიანი უნდა აღადგინოს სრულყოფილად მდგომარეობაში. მე ულოცავ მთელ საქართველოს და ვუსურვებ ყოველივე კარს. ჯანმრთელობის, სიხარულის, გამარჯვების მომტანი ყოფილიყოს აღდგომის დღესასწაული ჩვენთვის და მთელი საქართველოსთვის. ეს არის დიდი შაბათი, განსაკუთრებული დღეა. შესრულდა მსახურება, დილით ადრე იწყება ყველა ტაძარში ამ დღეს მსახურება და სამების საკათედრო ტაძარში დილის 6 საათიდან იყო წმინდა გარდამოხსნასთან წესის აგება, იყო ლიტანიობა, ბასილი დიდის წირვა, ეზიარა მრევლი და შემოდის ერთგვარი სიხარული და მოლოდინი ბრწყინვალე აღდგომისა. საღამოს 11 საათზე ველოდებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, მოვისმენთ სააღდგომო ეპისტოლეს და იქნება საზეიმო წირვა. ასევე შუადღისას იერუსალიმში სოფლის ყველა მხრიდან არიან ჩასულები მომლოცველები, საქართველოსდანაც ბევრნი არიან და გავხდებით მომსწრეს აღთოსასწაულისა მადლმოსილი ცეცხლის გადმოსვლას გულისხმობ. ესეც განსაკუთრებული ნუგეშია უფლისაგან და ულოცავ დამდეგ აღდგომის დღესასწაულს ყველა ადამიანს, ერთმა დაულოცოს და გააძლიეროს სულიად საქართველოს. რამდენიმე საათი რჩება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დადგომამდე. მართლმადიდებელ ქრისტიანებს სამზადისი უკვე დაწყებული აქვთ. განსაკუთრებული მოლოდინი ახლა იერუსალიმში, სადაც ელოდებიან წმინდა ცეცხლის გადმოსვლას, რომელიც აღდგომის ტაძარში უნდა გადმოვიდეს. რაც შეეხება საქართველოს 11 საათზე დაიწყება სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგია, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს. მადლობა ნანა გოგატაძე საუბრობდა თბილისის სამების საკათედრო ტაძრიდან პირდაპირ ეთერში. წელს მართლმადიდებლური და კათოლიკური სამყარო აღდგომის დღესასწაულს ერთ დღეს აღნიშნავს. ათასობით კათოლიკე წმინდა პარასკევის ჯვრის გზის ცერემონიისთვის რომში, კოლიზეუმში შეიკრიბა. პაპი ფრანცისკე, რომელიც ჯერ კიდევ გამოჯანმრთელების პროცესშია, უკვე მესამე წელია, რაც ამ ცერემონიას ვერ ესწრება. Abbiamo costruito un mondo che funziona così. Un mondo di... Donaci un cuore materno, Gesù. აღდგომის აღსანიშნად ათასობით მორწმუნე შეიკრიბა ლონდონშიც. ტრაფალგარის მოედანზე იესო ქრისტეს ჯვარცმის იმიტაცია შესრულდა დადგმა ვინთეშალის დასს ეკუთვნის, რომელიც გამოირჩევა ღია ცის ქვეშ ჩატარებული პერფორმანსებით. Throw yourself down. Go on, King. This is government. See.
შესანიშნავი შოუ იყო. ლონდონში დიდი ხანია ვცხოვრობ და ყოველთვის მინდოდა მოვსულიყავი. პირველად ვნახულობ იმიტაციას და მოხიბლული ვარ. ძალიან კარგი იყო, შეუდარებელი. გამოსავალი მიტებებაა, რთულია ამის გაკეთება, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფრის პასუხი პატიებაა. ამას ეძღვნება დღევანდელი. წმინდა კვირეულის აღნიშვნაში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა მექსიკაშიც. ვნების კვირასთან დაკავშირებით 300 წლიანი ტრადიციის შესასრულებლად მორწმუნეები ქუჩაში ხელნაკეთი კოსტუმებით გამოვიდნენ. თითოეული ადამიანი, ვინც ტრადიციულ საიონაშია ჩაცმული, დიდი დროის მანძილზე საგულდაგულოდ ამზადებს თავის კოსტუმს და ხელით აკეთებს ყველა დეტალს. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან ლამაზი და მნიშვნელოვანი ტრადიციაა და ტეტელა დელ ვულკანის ერთ-ერთი გამორჩეული დღე. ვენესუელას დედაქალაქში ასობით ადამიანი აღდგომის დღესასწაულისთვის მიძღვნილი თეატრალური წარმოდგენის სანახავად შეიკრიბა. ღონისძიება პეტრეს უბანში ყოველწლიურად იმართება. ვია კრუჩი, ანუ ჯვრის გზა 35 წელზე მეტია ტარდება და უამრავი ადამიანი მონაწილეობს მასში. ეს არ არის თეატრი, ისინი მხოლოდ ქრისტეს ვნებას ანსახიერებენ, რათა ხალხმა წმინდა კვირაში უფლის ვნებისა და სიკვდილის პასკალური საიდუმლო გაიგოს. მან უსაზღვროდ შეგვიყვარა, ჩემთვის გასაკვირია იმის ხილვა, თუ როგორი ინტერესით მოდიან აქ ახალგაზრდები და როგორ ემზადებიან საკუთარი როლის შესასრულებლად. წმინდა კვირა განსაკუთრებული ფორმით აღინიშნება გვატემალას ცენტრალურ დასავლეთ ნაწილში, სადაც ასობით ადამიანის მსვლელობა გაიმართა წელსაც. ტრადიციის მიხედვით მამაკაცებისგან შემდგარი ჯგუფი დაფარული სახეებით, ეკლიანი გვირგვინითა და ტოტებით თემის ორ ტაძარს შორის კილომეტრნახევრიან გზას ცოცვით გადიან. ამ სულობაში მონაწილეობის მიღება მარტივი არ არის, თუმცა როდესაც ხედავ ადამიანებს, რომლებიც ამ გზას გადიან, პროცესში მონაწილეობისთვის სურვილი გიჩნდება. ბუნებრივია ეს ყველაფერი კავშირშია რელიგიასთან, ამ ფორმით ჩვენ მადლობას ვუხდით უფალს ადამიანებისთვის გაღებული მსხვერპლის გამო. ვნების კვირა მძიმე იყო უკრაინელებისთვის, სადაც ომი გრძელდება. ომის 1151 დღეს საოკუპაციო ძალებმა ხარკოვის შაჰედის დრონებით დარტყმა განახორციელეს, თავდასხმა იყო ზაპოროჟიეს ოლქზეც. დაჭრილების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ამ დროისთვის ცნობილი არ არის. რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული სამხედროების ცხედრები გაცვალეს. შედეგად კიევმა 909 ჯარისკაცის ნეშტი დაიბრუნა, მოსკოვმა კი 41. უკრაინამ დახმარებისთვის მადლობა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს გადაუხადა. ჯერჯერობით ცხედრების იდენტიფიცირების პროცესი არ დაწყებულა. ამერიკის შეერთებული შტატები მალე უარს იტყვის უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაზე, თუ პროგრესის მკაფიო ნიშნები არ იქნება. განცხადება ამის შესახებ დონალდ ტრამპმა გააკეთა. ამერიკის 47 პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუ უკრაინა ან რუსეთი ვითარებას გაართულებს, შტატები მოლაპარაკების მაგიდას დატოვებს. თუმცა პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ მოსკოვი და კიევი შეთანხმებისკენ წინსვლას განაგრძობენ. დონალდ ტრამპმა მხარეებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომი არ არის ამერიკის ომი. თუ ორიდან რომელიმე მხარე გაართულებს ვითარებას, უბრალოდ ვიტყვით, სულელები ხართ, საშინელი ხალხი ხართ და გამოვტოვებთ ამ საკითხს. მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ამის გაკეთება არ მოგვიწევს. ვფიქრობ, რომ ხედავ ენთუზიაზმს ორივე მხარისგან. მე ვერავინ მეთამაშება, უბრალოდ ვცდილობ მათ დავეხმარო. ეს არ არის ტრამპის ომი, ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო. უკრაინაში მიმდინარე ომის მშვიდობიანი მოგვარების საკითხი განიხილეს ტრამპმა და სტარმერმა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ლიდერებმა ორმხრივი ვაჭრობის უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებისა და ახლო აღმოსავლეთში რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს.
მარკო რუბიომ მარკ რუტესთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ თუ უკრაინაში მშვიდობის მიღწევა შეუძლებელი იქნება, მაშინ ამერიკის შეერთებული შტატების სამშვიდობო მცდელობებს ჩამოშორდება. ამის შესახებ განცხადებას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერი ავრცელებს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერის ტემი ბრიუსის განცხადებით, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ნატოს გენერალურ მდივანს მარკ რუტეს სატელეფონო საუბრისას ინფორმაცია მიაწოდა წინადადებების შესახებ, რომელიც მან ხუთშაბათს პარიზში უკრაინის დელეგაციას, ხოლო ტელეფონით რუსეთის ოფიციალურ პირებს წარუდგინა. ირანი კი ამერიკასთან ბირთვული შეთანხმების მიღწევას შესაძლებლად მიიჩნევს. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ამბას არ აღჭითვლის, რომ თუ შეერთებული შტატები არაბულ მოთხოვნებს არ წარმოადგენს შეთანხმება, შესაძლოა შედგეს. დღეს რომში ირანი და ამერიკის შეერთებული შტატები თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების მეორე რაუნდს გამართავენ. მე ძალიან მარტივად ვემხრობი იმას, რომ ირანს არ გააჩნდეს ბირთვული იარაღი. მინდა ირანი იყოს დიდებული, კეთილდღეობით მცხოვრები და შესანიშნავი ქვეყანა. არ შეიძლება ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს და თუ ექნება ბირთვული იარაღი, ძალიან უკმაყოფილო იქნებით. ყველანი უკმაყოფილო იქნებით. სტიქია იტალიაში, საფრანგეთსა და შვეიცარიაში, ალპურ რეგიონებში ძლიერი შტორმი მძვინვარებს, უხმა ნალექმა და ქარბუქმა რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. იტალიის ჩრდილოეთში დატბორილია რამდენიმე რეგიონი. აბონენტებს ელექტროენერგია არ მიეწოდებათ. სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა ეკვადორში. მანაბის პროვინციაში თავდასხმა მამლების ბრძოლის რინგზე მოხდა. პოლიციის ინფორმაციით დაშავებულები იღებენ საჭირო სამედიცინო დახმარებას, თუმცა მათი რაოდენობა არ არის დაზუსტებული. მათივე ინფორმაციით შემთხვევის ადგილას მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოებიც. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. კურიერის სპეციალური გამოშვებით 2:30-ზე დაბრუნდება პირდაპირ ეთერში. შესაძლებლობა გექნება თქვენ ჩვენი ეთერით ადევნოთ თვალი წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას. დროებით.